2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელთაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ. ამჟამად მიმდინარეობს საქმის გამოძიება. ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება უსაფრთხო ადგილას არის შენახული. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. საქართველოში გამდიდრებული ურანის გაყიდვის ჩაშლის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Guardian-იც წერს. ქართული წყაროების ცნობით მაღალგამდიდრებული ურანი თბილისში საერთაშორისო დახმარების გარეშე ჩატარებული ოპერაციის დროს ამოიღეს. მათი თქმით, ურანი 70%-ით იყო გამდიდრებული. ჩანს, რომ ამ ურანის გამოყენება ბირთვულ იარაღში შესაძლებელია. ამოღებული ურანის რაოდენობა 1 კილოგრამს არ აღემატება. ბომბისთვის კი დაახლოებით 25 კილოგრამია საჭირო. თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კრიმინალური დაჯგუფება მცირე რაოდენობის ურანს მყიდველს საცდელად სთავაზობდა და რომ შავ ბაზარზე ურანის დიდი რაოდენობაა ხელმისაწვდომი. ვაშინგტონში გამართულ ბირთვულ სამიტზე გამოსვლისას ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამდიდრებული ურანის არაკანონიერი გაყიდვის 8 მცდელობა აღკვეთა. ამ მცდელობებში მონაწილე დამნაშავე პირები დაკავებულები არიან. გამდიდრებული ურანის გაყიდვის უკანასკნელი მცდელობა 2010 წლის მარტში განხორციელდა, განაცხადა სააკაშვილმა.